აქვს. ვინ არის დირექტორი ელიაშვილი? დირექტორი აწევს ხელს. ვინ არის? ვინ გააკეთა მაშინ? აი, აღას აქვს, უჩებიც აქვს. ჩახედე, ბეჭედიც აქვს. ხედავ, ხო? ეს კანონი არ არის. ნანა ელიაშვილი ხო? მოგახსოვს? ეხა შენი ამბავი. როგორი ინფექცია ხარ? როგორი ინფექცია ხარ? უბრალოდ ფესავით ბიჭებს დარქმული არ ვარ, მაგრამ ინფო9. ხო? არის საიტი, ხო. ინფო9 კონჯი. ბეჭედი, ვინ არის თქვენი დირექტორი? ხო შეიძლება გავიყო, განჩაულებრივი, აი. მალანა ელიაშვილი ხედავ, ხო? ხო ხედავ. აქ კიდე ბევრი რამე აწერია, რაც შენ და გესწავლა აქამდე, მაგრამ არ წერია. ხო, მითხარ, ეს რომელი ინფო9 შენ? ინტერვიუზე ვარ? ინტერვიუზე ხარი. არის ეს, ხო გაინტერესებდათ რა ქვია თუ არა. ახლა მოხვედი და ინტერნეტ ტელევიზია. შეგიძლიათ ნახოთ, არის საიტი, როგორც თქვენთან აითვისება ამის შემდეგ ვიდეო თქვენთან არის შენი დირექტორი. რა უცილებელია? ხო არ გეუბნები, შენ მითხრა რა. შენაირად გვეკითხებიან იმას, ვინ გვაფინანსებს, მე უბრალოდ ის ვიცოდე, ვინ არის შენი დირექტორი ვინ გაფინანსებს, ხო? არა, შენაირები რომ გეკითხე. გეკითხები, შენი თანამშრომლები. კაი, ხო მე ხო არ გეკითხები. ხო და ნურც მეკითხები, ვინ არის შენი დირექტორი, კარგი? ეს არის ძალიან ჩვეულებრივი. მაშინ თქვენ თვითონ გაარკვიეთ. რატო მე რომ გავარკვიე? ჭირდებოდე, გაგირკვევდით თქვენ. არა, მითხარი, აქ უნდა გეწერო. არა წერია, ხო. კიდე ხა წავიდე და გავაკეთო იგივე. გააკეთეთ, ვინმე გიშლი. არა კანონიერი. თუ არა კანონიერი, მაშინ თუ არა კანონიერი, ჩვეულებრივად გასაგებია. კამერის ყიდვა შეუძლია ძალიან ჩვეულებრივად. მაშინ წადით და იჩივლეთ. მიკროფონით სიარული შეუძლია. ესეთი იქნება მალე. ასეთი მიკროფონით იქნება. ასრულიად იდენტური იქნება. ასე მოგწონთ? ძალიან კარგი.